სახში უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ჩვენ რა გვჭირდება, რამხელა კარადა გვჭირდება, რომელ საათზე ვიღვიძებთ, როგორი მდებარეობა გვჭირდება ოთახის თვითონ თუნდაც, ხო? ბინასაც რო ყიდულობენ ადამიანები, იმასაც კი არ უკვირდებიან, უბრალოდ ან საბურთალოა, ან რაღაცა კონკრეტული სივრცეა, ვაკეა, ან ორთაჭალა, ანუ მორჩა, ანუ რაღაც ლოკაცია ნახა, რაღაცა კარგი ფართი იყიდება, კარგი ღირებულები და ვიყიდა. და მერე იწყება მთელი თავსატეხი, სადაც უკვე ჩვენც ვერთვებით, თვითონ დამკვეთით, ოჯახის წევრებით, ხან ომია, ხან მშვიდობა, რაღაცა რომ ამ სივრცეს ეს სივრცე მოვარგოთ ადამიანებს, ვინც ამ სივრცეში უნდა იცხოვროს. ამ დროს თავშივე გვჭირდება დაკვირვება, ვინ უნდა იცხოვროს ამ სივრცეში, გარშემო რა ხდება, ეკოლოგიური მდგომარეობა როგორია მიმდებარედ, თუ ოჯახში ბავშვი გვყავს, ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება სკოლა. ამ სკოლაში აუცილებლად სჭირდება დილით მიყვანა და საღამოს წამოყვანა, რაც უკვე პრობლემაა. ანუ ეს ჯაჭვი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ჯანსაღს ხდის და გარდა ამისა, ამარტივებს ცხოვრების წესს, თუ დაცული არ არის ყველა რგოლი, შეიძლება ახალ სივრცეში გადავიდეთ, ულამაზესი სახლი მოვაწყოთ და ჯოჯოხეთად ვიქციოთ მთელი ჩვენი ცხოვრება და ძალიან ვინანოთ და ბევრჯერ ვინანოთ იმ სივრცეში ცხოვრება.